საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების ოფიციალური მილოცვებით აღინიშნა უცხოელმა ლიდერებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დაადასტურეს. ირაკლი ყობახიძემ და მიხეილ ყავალაშვილმა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისგან მისალოცი გზავნილები მიიღეს. წერილებში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერასა და ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო. ეროვნული დღესასწაული ქართულ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ასევე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც მიულოცეს. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ასევე საქართველოს მხარდაჭერის საკითხების შესახებ მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ვინ და რა გზავნილებით ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს? დეტალებით პირდაპირ ეთერში მაგდა ბლუაშვილი გვიერთდება. მაგდა გისმენთ. მთელი დღეა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება იღებს მილოცვებს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებისა და პირველი პირების მხრიდან, თუმცა შეიძლება ასე ითქვას, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვა. ეს მილოცვა ბუნებრივია მიიღო მიხეილ ყავალაშვილმა და შეიძლება ასე ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა მარკო რუბიოს გზავნილები გაიმეორა. მისი განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს წელი იძლევა შესაძლებლობებს, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხი მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და გაუმჯობესდეს. აქვე ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც გზავნილიდან იკვეთება, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მსგავსი ტიპის მილოცვები ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, მაგალითად ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მეფე ყურადღებას ამახვილებს სწორედ ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე, ასევე სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი, ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ყურადღებას და საინტერესო აღმოჩნდა იტალიის პრეზიდენტის გზავნილი ქართველი ხალხის მისამართით, როგორც ის აცხადებს, იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა გაგრძელდება დამატებითი იმპულსების ფონზე. აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ დღეს ქართველმა ხალხმა მილოცვა რომის პაპის მხრიდანაც მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შანსი იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. მე და ჩემი მეუღლე გულითადად ვულოცავთ ქართულ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენ ორ ერთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართულ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის. ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე თანამშრომლობენ. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად. ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ. დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით. იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და უპირველეს ყოვლისა ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავ ხპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურების გზაზე. ყოვლის შემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიენიჭოს ქართველებს უსაფრთხო და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვიხმობ ღვთიურ კურთხევას თქვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისთვის.
ქართველი ხალხის მისამართით მილოცვები არ დაიშურეს დასავლური ქვეყნების საგარეო უწყებებმა და ლიდერებმა, მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის წარმომადგენლობის და საელჩოების ოფიციალური განცხადება. ისინი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე ბუნებრივია განცხადებები გაავრცელეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და როდესაც საუბრობთ ელჩებზე, უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ბუნებრივია სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ცერემონიას არ ესწრებოდნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები, თუმცა მოგვიანებით თავად დიდი ბრიტანეთის ელჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ ძალიან ემოციური იყო ფიცის დადების ცერემონიის ნახვა თავისუფლების მოედანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა და ესწრებოდა საზეიმო ცერემონიას და ეს თავად დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაგვიდასტურეს. აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ ევროპარლამენტარების მხრიდანაც ვიხილეთ დღეს მილოცვები, მაგალითად რასა იუნკნევიჩიანი აცხადებს, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია, ვიდრე შიში და ძალადობა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამაყად იცავენ. ამიტომ განსაკუთრებით მოხარული ვიყავი, რომ შანსი მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადმომეცა. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა. დღეს ისევე როგორც მაშინ გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძვირფასო ქართველებო. ასეთ ეტაპებზე, როგორცაც თქვენი ერი ამჟამად განიცდის, ადვილი არ წმენის დაკარგვა. თუმცა ისტორია ასევე აჩვენებს, რომ ერების თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა. ცვლილებები აუცილებლად სწრაფად არ მოხდება. დემოკრატიის ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება იყოს გრძელი და რთული, თუმცა მე მჯერა კეთილი ნების მქონე ქართველის, რომელთა იმედიც ჯერ კიდევ ანთია. მე მჯერა, რომ ეს იმედი გახდება ძალა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს. საქართველოს ხელისუფლებამ დღეს მილოცვები მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებისგანაც მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მათ ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს მისალოცი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების ლიდერების მისამართით. ისინი თავდაპირველად ბუნებრივია მათ მიულოცეს პირველ რიგში ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, შემდგომ კი უკვე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გუწფრელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილ განწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყავს საფუძვესა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება. პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს. მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც ჩემი ღრმა რწმენით ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის
მოსახლეობის ინტერესებს. სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს კეთილდღეობას. სომხეთის რესპუბლიკის მმართველობისა და პირადად ჩემი სახელით სურს გუწფრად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაულის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი გამტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობასა და კეთილდღეობას. როგორც უკვე გითხარით, მთელი დღის განმავლობაში ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებისა და ლიდერის მხრიდან მილოცვები მიიღო, თუმცა აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ მაგალითად მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მხრიდანაც მიიღო ოფიციალური მილოცვა, როგორც ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, ის მოუთმენლად ელის მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობის განვითარებას.